თბილისის საკონცერტო დარბაზში პატრიარქის აღსაყდრების 34 წლის თავისადმი მიწვეული გალა კონცერტი გაიმართა. საღამოს ილია მეორესთან ერთად საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერიც დაესწრნენ. კონცერტი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების ამსახველი კადრების ჩვენებით გაიხსნა. საღამოზე პირველად აჟღერდა პატრიარქის ახალი საგალობელი, აგნუს დეი. ეს განსაკუთრებით მლოცავდი საქართველოს ქართველი ადამიანი არის უნიჭიერესი და მან უნდა გამოავლინოს თავისი ნიჭი, თავისი გენია და ეს ყველაფერი ხერხდება შრომით. ინტელექტუალური შრომით, ფიზიკური შრომით და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართავს სწორედ ამ გზას და საქართველოს დაფრთხილდება. ეს ძვირფასი ხატი, რომელიც შეიქმნა, რომლის ბადალი არ არის მსოფლიოში, ის შეიმოსა ოხროთი და ასე შეიმოსება მთელი საქართველო მადლით. Წელი ამ 34 წლის მანძილზე ჩვენი უწმინდესი, ჩვენი პატრიარქი განუხრელად ემსახურებოდა ქართულ მართლმადიდებლობას, ქართულ ხალხს, ქართულ ერს და ქართულ სახელმწიფოს. ულოცავ არა მხოლოდ მას პირადად, არამედ ულოცავ მთელ საქართველოს, რომ დღეს ჩვენი პატრიარქი არის ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ არა მხოლოდ მართლმადიდებლურ და რელიგიურ, არამედ მორალურ და ზნეობრივ ავტორიტეტს. მე ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს, ულოცავ მის უწმინდესობას და უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდხანს სამსახურს ღმერთის და ერის სამსახურში. რაღაც უკვე ისე ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ თავად პატრიარქი გვიძღვნის ხოლმე საჩუქარს. ესეთი მშვენიერი კონცერტით და ახალი ნაწარმოებებით. და მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე არ იქნება ამ თვალსაზრისით განსხვავებული, იქნება კიდევ უფრო მეტად ბრწყინვალე, ამაღლებული.